მოგესალმებით, მე ირინა ტორონჯაძე ვარ და ეს არის MMA Mainstream-ი, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე MMA Info. დღეს რა თქმა უნდა შევეხებით 16 ნოემბერს ჩანიშნულ ორთაბრძოლას, ეს არის ისლამ მახაჩევი და ჯეკ დელა მადალენას შორის ორთაბრძოლა, რაც ყველა ელოდება და ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა, იმიტომ რომ ილინკება ილია თოფურიასთან და ჩვენთვის ყველაზე მეტად ამიტომ არის საინტერესო. მოდი რაღაცნაირად მივოვიხილოთ, რა მოლოდინები შეიძლება იყოს მადალენასა და ისლამ მახაჩევის ორთაბრძოლაში. ჯერ რო გავეცანი, მადალენათი დავიწყე, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად ვიცნობ. მას აქვს ესე იგი 18 მოგება, აქედან 12 აქვს ნოკაუტით, ანუ ითვლება რომ არის მაგარი სტრაიკერი. შესაბამისად, ამ სტილის ასე ვთქვათ, მებრძოლია განსხვავებით ისლამ მახაჩევისგან, რომელიც აქვს 27 მოგება, აქედან 13 არის საბმიშენი, 9 აქვს დისიჟენით, ანუ გადაწყვეტილებით, ანუ 22 ჯამში, ესე იგი საბმიშენ დისიჟენი, ითვლება, რომ ისლამ მახაჩევი არის ძალიან ძლიერი გრეპლერი და ასე ვთქვათ, ამ თავის ელემენტს მიაწვება ბოლომდე და პლუს ამას თვითონ გრეპლერებშიც აი განსხვავება არისო და ყველა მცოდნე და ექსპერტი ამბობს, რომ ისლამ მახაჩევი გარდა იმისა, რომ ელიტური გრეპლერია, აქვს ძალიან ძლიერი, არ ვიცი ქართულად როგორ არის, მოჭიდება, ანუ მკლავები, ეს არის dominant grip, რასაც ქვია და ამით კიდევ უფრო გამოირჩევა სხვა გრეპლერებისგან. ესე იგი, საინტერესო დაპირისპირებაა თავისთავად, იმიტომ რომ ერთის მხრივ სტრაიკერი და ძლიერი სტრაიკერი ხვდება მეორეს მხრივ გრეპლერს და ეს ორივე იქნება ასე ვთქვათ დასწრებაზე, რომელს დაასწრებს და თავის ასე ვთქვათ სამყაროში ჩაითრევს და რა თქმა უნდა ეს საინტერესო ორთაბრძოლა. თუმცა ჩვენთვის ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იმიტომ არის, რომ სადღაც გულშემატკივრობთ ისლამ მახაჩევს, იმიტომ რომ ისლამის გამარჯვების შემთხვევაში ის შეხვდება ილია თოფურიას, სავარაუდოდ უმიზნებენ, რომ 4 ივლისი იქნება ეს თეთრ სახლში ეს ორთაბრძოლა და მთელი მსოფლიო ამას ელოდება, თავად ილიაც ადევნებს ამ ორთაბრძოლას, ესე ვთქვათ, თვალს. მე უყურე ძალიან საინტერესო პოდკასტს ილია თოფურიასი და ამ წამყვანთან ესეთ რაღაცას იძახის, რომ რა თქმა უნდა კითხეს, რომ აი რო შეხვდე ისლამ მახაჩევს, აი შენი შანსები რას იზამ, რას ფიქრობ და ილია ამბობს ძალიან საინტერესო რაღაც. მე ვკითხავო ისლამს, აი რა არისო შენი ყველაზე საყვარელიო საბმიშენიო. აი ალბათო დარსი იქნება, ხო და აი დარსით მოუგუდაო ხაბიბის წინო. პირადად მე მას შევეკითხებოდი, რომელია მისი საყვარელი საბმიშენი. ნებისმიერი ილეთი აიღე. დარსი მაგალითად. მაგით მოგვგუდავ. და ნუ ეს წამყვანი გადაიხარხარებს და მართლა იგრძნობა, რომ ამის გამკეთებელია ილია და იმდენად თავდაჯერებით ამბობს ამას და იმდენად ზუსტად იცის რასაც, ანუ რა თქმა უნდა ეს იმიტომაც ამბობს, რომ უფრო ტემპერატურა მოუმატოს ამ მოსალოდელ ორთაბრძოლას, თუმცა აი ეს თავდაჯერებულობა რაც აქვს ილიას, აი რაც უყვარსო, დარსი უყვარს, დარსით მოუგუდაო. ძალიან საინტერესო მომენტი იყო. სხვათა შორის აქ იკითხება ისევ ის ილიას ხასიათი, რომ მას უყვარს მოწინააღმდეგის იმ ელემენტში დამარცხება, რაშიც ის თავს გრძნობს ძლიერად. ანუ რაშიც ილიას ოპონენტს გონია, რომ მაგარია, აი იმ ელემენტში უყვარს ილიას დამარცხება და გახსოვთ ჩვენ ვისაუბრეთ ჯაი ჰერბერტზე და როგორ გააკეთა მან სამ დგომში, სადაც მან საფრთხე იგრძნო და სადაც ფეხი მოხვდა, დგომშივე დაბრუნდა, მაშინ როცა იძახდნენ, რომ ჭიდაობით უნდა გააგრძელოსო ილიამ, დგომში დაბრუნდა, დგომშივე დაანოკაუტა, ხო? იგივენაირი ილიას ხასიათი ჩანს ბრაის მიჩელთან ორთაბრძოლაში, როდესაც პირიქით არის აქვს, რომ ბრაის მიჩელი ითვლება ძალიან კარგ გრეპლერად და მისი ძლიერი მხარე, ასე ვთქვათ, იყო ამ დაპირისპირებაში ზუსტად გრეპლინგი და მოლოდინები იყო, რომ ილია ეცდება, რომ დაანოკაუტოს. რა თქმა უნდა, ესეც ეცადა, თუმცა აი ძალიან საინტერესოა, მოდით ილიას და ბრაის მიჩელის ორთაბრძოლის მაგალითზე კიდევ ერთხელ განვიხილოთ, როგორი ხასიათი აქვს ილიას და როგორი წინაპირობას ქმნის ეს ისლამ მახაჩევთან ბრძოლისას და გეტყვით შემდეგ დავლინკავ ამ ყველაფერს ერთმანეთთან. აი რომ მივყვეთ ახლა ბრაის მიჩელთან ბრძოლას, ხო? ნუ პირველი რაუნდი დაიწყება და ხმა გვესმის, რა თქმა უნდა, ალექსანდრეს სიმშვიდე ილია არ აყვე, იმიტომ რომ რადგან ძლიერი გრეპლერია ბრაის მიჩელი ტეიქდაუნებზე წავა რა. ანუ აი ground game-ი არის მისიო, კომენტატორებიც ამბობენ და სხვათა შორის მე ამ ორთაბრძოლას უყურე და თქვენც გირჩევთ,
დასავლელი კომენტატორების, ჯო როგანის კომენტატორობით და კიდე სხვა კომენტატორები, მაგრამ ჯო როგანი აი ცალკე სიამოვნება მისი სმენა, როგორ აკომენტარებს, როგორი რეპლიკები აქვს და როგორი გადარეულები უყურებდნენ ამ ორთაბრძოლას და ის ამბობს ზუსტად რა ამ მომენტში, რომ ეს არისო ground game-იო არისო ბრაის მიჩელისო და takedown-ებზე წავა და ასეც ხდება. ნუ იცავს ილია თავს და ცოტა უფრო корпуსი დაბლა აქვს დახრილი, რომ takedown-ებს ელოდება და ნუ იცავს. პირველი რაუნდის რაღაც მომენტში ახერხებს ბრაის მიჩელი და შედის ფეხში, აიღებს მარცხენა ფეხს და ფაქტობრივად მიიყვანს ამ ოქტაგონის ბადესთან რა და იქ პირველად დაიძაბა რაღაც და იქ ძალიან საინტერესოა ეს მომენტი, რომ ალექსანდრეს უყვირის რა ილიას, რომ მაგაზე ძლიერი ხარ. აი ეს არის ძალიან მაგარი მომენტი. მაგაზე ძლიერი ხარ და ილია გამოითავისუფლებს ფეხს, გამოდის რა და აი გგონია რომ მართლა ფილმია. გრძელდება ეს პირველი რაუნდი და კიდე რა თქმა უნდა takedown-ს ვცდილობს ბრაის მიჩელი და კიდე უკვე პირველი რაუნდის ბოლოსკენ გადაიყვანს ილიას და ფაქტობრივად ზემოდან მოექცევა, ანუ ზურგზეა ილია და ზემოდან არის ბრაის მიჩელი და ფაქტობრივად დომინანტურ პოზიციაშია, თუმცა 1 წუთამდეა დარჩენილი პირველ რაუნდამდე და ნუ აქ არის რომ აი მაინც შეძლო პირველად ილიას კარიერაში, მაინც შეძლო ესე გადაყვანა ბრაის მიჩელმა და აი რაღაც თითქოს საფრთხე არის, თუმცა იქვე იძახიან რომ თუ რაღაც ზიანი რაღაცნაირი არ მიაყენა ილიას, დიდად ვერაფერს ვერ შევა მიუხედავად იმისა, რომ დომინანტურ პოზიციაშია. ნუ მთავრდება ეს პირველი რაუნდი ისე რომ არაფერი არ ხდება, გარდა იმისა, რომ ნუ ხო ზემოდან მოექცა ბრაის მიჩელი და უკვე მეორე რაუნდში რომ შედის, რა თქმა უნდა ილიას ეტყობა ეს თავის ხასიათი, გაბრაზებულია. მე ზუსტად ვიცი რომ მას დამახსოვრებული აქვს, რომ გადაიყვანა ბრაის, ანუ takedown-ი შეძლო რა რეალიზება takedown-ის და ზუსტად იგრძნობა რომ გაბრაზებულია და პარალელურად ალექსანდრე ეუბნება რომ არ აყვე სიმშვიდე, არ აყვე იმაში რომ takedown-ზე არ წაყვე, დაიცავი თავი და ისევ დგომში, ისევ კრივით, ისევ დარტყმებით, ისევ შენი ტაქტიკით მიყევი. ძალიან ბევრჯერ მაგრამ მოარტყამს ილია, ფაქტობრივად წონას ყანყალებს ბრაის მიჩელი, ანუ წონასწორობას აკარგინებს, თუმცა იგრძნობა ილიაში უკვე მუხტი იმატებს და უნდა რომ აი რაღაცნაირად, აი რაღაცა ჭამს რა, არა და უკვე ეტყობა რომ დომინირებს, მაგრამ აი რაღაცა მიხვატკაში აშკარად როგორც მებრძოლი და უკვე აი რაღაცა მომენტი დგება რომ მოარტყამს ბრაის მიჩელს და ის წონასწორობას კარგავს და ამ დროს ისე მივარდება და ფაქტობრივად გრეპლინგში გადაყავს და ამ დროს ჯო როგანი იძახს რომ ესო შეცდომა მგონიო, იმიტომ რომ როცა დარტყმითო ასეთ ფაქტობრივად დაანოკაუტე, ნუ ბოლომდე არა, მაგრამ წონასწორობა დააკარგინე ოპონენტს, გრეპლინგზე არ უნდა გადახვიდე რა, უნდა იდგეო სადაც ხო რა თუნდა გრეპლინგზე გადასვლა და თან ესეთ რამეს იძახს რომ it's a Bryce Mitchell's world, ანუ ესო ბრაის მიჩელის სამყაროა და ფაქტია რომ ბრაის მიჩელის სამყაროშივე უგებს ილია რა. I think this is a mistake. Because he's in Bryce Mitchell's world. Oh, he's on his back now. წამოდგება ბრაის მიჩელი, რამოდენიმეჯერ მერე მაგრამ მოარტყამს ილიას უკვე ხელსაც, მუშსაც სახეში და ფეხსაც და ილიაც უკვე ისეა რა, მაგრამ ბრაის მიჩელს ეტყობა დაღლა და რაღაც მომენტში ილია დგება და აი აქ ისევ თავის მენტალიტეტი. აი ვერ მოითმიან, დარწმუნებული ვარ, რომ კიდე მოექნია მუშტი დაანოკაუტება, მაგრამ არა, მე ხო ვიცი მაგას ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ საბმიშენი გაეკეთებინა და აი ამ მომენტს იჭერს და arm choke ქვეს მოიგდებს, ასე ვთქვათ, და arm choke რაღაც arm triangle ესე ქვია. აი ამ საბმიშენით მოგუდავს. ამ დროს კომენტატორები ჯო როგანის აი სახე არ დამინახავს, მაგრამ Ilia Topuria is the real deal. ეს გაიმეორა რამოდენიმეჯერ და oh my goodness იძახის და Oh my goodness. He beat him up. He beat him up and he submitted him. Wow. Oh my goodness. Ilia Topuria is the real deal. ისიც რა არის ეს oh my goodness გაიმეორა 4ჯერ და ჯო როგანისგან oh my goodness სხვა აღიარება რა, ანუ ზე პროფესიონალები განაცვიფრა ილიამ ამ თავისი ხასიათით, ამ თავისი შემტეობით და რას აკეთებს ამით ილია? იმ ელემენტში ამარცხებს მოწინააღმდეგეს, რაშიც ოპონენტი თავს თulis ძლიერად და აჩვენებს, რომ შენ არ ხარ ამაში ძლიერი, მე უფრო მაგარი ვარ და ამით გარდა იმისა, რომ ფიზიკურად იგებს ორთაბრძოლას, ფსიქოლოგიურადაც იგებს და არა მხოლოდ ახლანდელ ოპონენტთან, მომავალ ოპონენტთანაც იგებს ფსიქოლოგიურ ბრძოლას, იმიტომ რომ მომავალ ოპონენტთან ეს არის მესიჯი, რომ მიფრთხილდით, რაც არ უნდა ელემენტში გეგონოთ თავი ძლიერი, მე თქვენზე უკეთესი ვარ, იმიტომ რომ უნივერსალური მებრძოლი ვარ. აი ესეთი ფსიქოლოგია
ფსიქოლოგიურ და ფიზიკური მზაობა და უნივერსალურობა ახასიათებს ილიას და ამის 100%-იან რეალიზებას ახდენს. ეს ყველაფერი რატომ მოიყვანე ეხლა ამ კონტექსტში მაგალითად, იმიტომ რომ წინ გველოდება აუცილებლად ისლამის და ილიას შეხვედრა და აქ სწორედ ეს შემართება, სწორედ ეს მენტალიტეტი გამოადგება ილიას და ამის რეალიზებას მოახდენს, რომ აი ზუსტად რა ელემენტშიც გონია ისლამ მახაჩევს და ხაბიბს, რომ ისლამი არის ძლიერი ეს თავის მოჭიდებაში და დომინანტ გრიპში, ხო? აი ზუსტად იმ ელემენტს შეუძლია ილიას, რომ დაამარცხოს და აი როგორც იმ პოდკასტერს უთხრა, რომ აი ვეტყვიო, რომ რომელი გირჩენიო, დარსიო, დარსით მოუგუდაო. აი ამის გამკეთებელი მებრძოლია ილია და ზუსტად ამიტომ იყო ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ველოდებით ჯერ პირველ რიგში ისლამის და მადალენას ორთაბრძოლას და შემდეგ ამ შედეგების მიხედვით უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ვიხილავთ ილიას და ისლამის დიდებულ ბრძოლას. დიდი მადლობა, დროებით გამოიწერეთ ჩვენი არხი MMA Info.